ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა პროკურატურამ. უწყების ინფორმაციით 27 მაისს გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეელახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. უწყება წერს, რომ უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილ ძალადობით, რაც საშიალის სახეთ 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდებს ინფორმაციას გამოძიების შესახებ. გორში კომბინატის სასახლებაში საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. პარალელურად გამოკითხვები მიმდინარეობდა საგამოძიებო უწყებაში. სამართალდამცველების მიერ დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილი პროკურატურის ადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოკითხვის შემდეგ ის თბილისში ვივამედში გადმოიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით მან საავადმყოფო უკვე დატოვა. პაციენტი კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, მათ შორის ტრავმატოლოგი, ქირურგი, ნევროლოგი. აღენიშნებოდა მას, რა თქმა უნდა, ზედაპირული დაზიანებები ძირითადად. ყველა სახის დაზიანება, რაც აღენიშნებოდა პაციენტს, დაფიქსირებული არის ექიმი კონსულტაციების მიერ. მათ შორის მეორე ნეკლის მოტეხილობაც. მას ამ დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ჩაითვალა ექიმ სპეციალისტების მიერ, რომ ის არ საჭიროებდა სტაციონარის პირობებში მკურნალობას და შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობას. ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. 26 მაისის აქციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და მელია გვარამიას გუნდს შორის ახალი ურთიერთბრალდებები ისმის. გვარამიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ყოფილ პრეზიდენტს მაოხრებელი გზირი უწოდა. ირაკლი ბიძინაშვილის ეს განცხადება სააკაშვილის ბრალდებას მოყვა, რომელმაც ნიკა მელია აქციის მიზანმიმართულ დაშლაში დაადანაშაულა. ექს-პრეზიდენტის მტკიცებით მელია მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქცია დაშალა, პროტესტი შეაჩერა და ხალხი არჩევნებზე გადართო, რასაც ბიძინაშვილი სიცრუეს უწოდებს. სააკაშვილს საკუთარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ოპოზიციის ერთობის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. პარალელურად უკმაყოფილება ოპოზიციის მხარდამჭერებშიც. ისინი ოპოზიციურ ალიანსს კონკრეტული სამოქმედო გეგმის ბუნდოვანებისა და სლოგანის გამო აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ოპოზიციური ალიანსის ლიდერების მხრიდან. აქციის წარმატების საზომად სატელევიზიო რეიტინგების დასახელებასაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ არგუმენტის გამოყენება მთავარი პრობლემის გადაფარვის მცდელობაა. ლელა ჯავახიშვილი ჩაგვრთვება ახლა პირდაპირ ეთერში ამ თემით. ლელა, გითხარი, როგორია პოზიციები? ერთიანობის დემონსტრირების იდეა ჩავარდა, სწორედ აქცია გახდა ოპოზიციის შიდა დაპირისპირების მორიგი ეტაპის დასაწყისი. ჯერ იყო დავა ხალხის რაოდენობაზე, შემდგომ ერთმანეთს საერთო სლოგანი დაუწუნეს და ბოლოს წარსულიც გაუხსენეს. მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ისევ გააქტიურდა. ექს-პრეზიდენტმა ჯერ დაწერა, რომ აქციამ უკმარისობის განცდა გაუჩინა, რადგან ვერ მიიღო პასუხი მთავარ შეკითხვაზე, რა არის შემდგომი ნაბიჯები. შემდეგ კი დაწერა, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა იმ აქციაზე, რომელიც ნიკა მელიამ დაშალა. სწორედ ამის გამო უწოდეს მას მაოხრებელი გზირი მელია გვარამიას კოალიციიდან. საზოგადოებამ ძველი და ახალი ნაციონალების ეს მწვავე დაპირისპირება სოციალური ქსელით იხილა. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო. არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე. მაოხრებელი გზირი. კაი, გავიხსენოთ ამ აქციის ამბავი და თუ მასე არ იყო იმ დილას, ვინც გავათენეთ, იმათმა დამიწერონ, რომ ვიტყუები. თუ არა და ამ რაღაცას იქ გადაეცით, რახან ციხეშია, არ ნიშნავს იმას პასუხს არავინ გასცემს. სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, მაგ ხელს დახედეთ, რამეში ამოსვლილი არ იყოს. ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა მელიამ აქცია დაშალა, ვისაც მთელი ღამე თბილად და მშვიდად ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა, რომ წასულიყვნენ. მოკლედ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამს.
ყველამ უნდა გაასწოროს სამიზნე და არ აღმოჩნდეს უმრავლესობაში, ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის ავტორს ნაციონალური მოძრაობა. ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი რაიმეთი უკმაყოფილია, მან საკუთარ პარტიასვე უნდა მიმართოს. ნიკა გვარამია ამბობს იმასაც, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც მწვავდება ხელს უშლის საერთო პროცესს, მისივე თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ახლა წარსულის გახსენება არარელევანტურია. ჩვენ ვერავის ვერ აუგრძალოთ მოსაზრებებს, მათ შორის სტარს, არასწორს, მანიპულაციასაც კი შეიცავს ეს განცხადება. ჩემი აზრით, დიმა ბიძინაშვილი აი ამ განცხადებით უმცირესობაში აღმოჩნდება საკუთარ გუნდში. მე ასე მგონია, არასწორი განცხადება არ არის ის, რაც ჭირდება ჩვენ საზოგადოებას. ყველამ უნდა გაასწოროს სამიზნე და ვისაც ეს სამიზნე გაექცევა ხოლმე, ჩემი აზრით საკუთარ გუნდში გასცევენ ამაზე პასუხს. სუდი მოსასმენია, ბევრი რაღაცა, ძალიან გაუგებარია უდრო ბევრი ტექსტი და ძალიან არ მომწონს, რომ ამ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს. სუდია ეს, რაც შეეხება მელია მიტინგი დაშალას, რამდენი წელი შეიძლება ეს ილაპარაკონ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ რამე დაშალა და რამეს ხელი შეუშალა. ნიკა მელია იყო მაშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მე პოლიტიკაში არ გავხდით, ალბათ გახსოვთ და მაშინ გაერჩიათ, მაშინ ეს ამბავი ნიშას გადასაწყვეტია, როგორ გამოხატავს თავის აზრს და კმაყოფილი იქნება თუ არ იქნება რაღაც პროცესით, მას შეუძლია იოპერიროს საკუთარი პარტიის მეშვეობით. ოპოზიციაში დაწყებული შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა კი მართველი პარტიის შეფასებით ადასტურებს, რომ მათი ოპონენტების ერთობა ხელოვნურია, რომ ისინი მხოლოდ გარე ინსტრუქციებით იმართებიან და ამბობენ იმასაც, რომ ამაზე მეტყველებს კრახით დასრულებული საპროტესტო აქცია, რომლისთვისაც მათივე თქმით ოპოზიცია თვეებით ადრე ემზადებოდა. ეს იყო მორიგი ილუსტრაცია ამ ლუზერების. მორიგი ილუსტრაცია რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხალხი არ გაყვება. თქვენ გონიათ არ ყავთ ოპოზიციას 5000-ზე მეტი მხარდამჭერი, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, სადაც ზონდერ მინისტრები, სააკაშვილის მთავარი მწვალებლის პლაკატი წირო მოუძღვის, გვერდით ზონდერი პროკურორი, გენპროკურორი ბატონი გვარამია დღეს რო ეხლა იმის მანტია აქვს მოსხმული, კეთილშობილების დანარჩენები ვინც არიან, ხო, ვინც იდგნენ, ვიზეც იდგა რეჟიმი სააკაშვილის, ისინი რომ წინაპლანზე დადგებიან და ისინი რომ მოაწყობენ მარშს, ეგრეთ ოპოზიციურს. ეხლა ჩერგო და მისი ქმარი რო გახდებიან სიმბოლოები აი ამ აქციის, იქ ბუნებრივია მათი მხარდამჭერებიც არ გამოვიდნენ. თვეზე მეტი ემზადებიან, რა თანხები არ დახარჯეს, მობილიზება, საზოგადოება რაღაც გარკვეული ჯგუფის შეცდომა შეიყვანეს და მაინც ვერაცდნენ. ჩემს Facebook-ზე რო შეხვიდეთ, სწორი თქვა შალვამ. გაცილებით მეტი ფოლოვერი და ისა გყავს, დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა. როდესაც შენ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებ და იმით გამოხვალ მიტინგზე, ის შენ არაფერი გაკავშირებს სამშობლოსთან, არაფერი გაკავშირებს ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო მცდელობა, რომ გვარამიას, ჩერგოს და მისთანებს, ხელმოწარულებს, ლუზერებს იმ თავიანთი პატრონებისთვის ენახებინათ, რომ აქ ჩვენ ვართ და გამოუშვი დაფინანსებაო, უფრო მეტი და ესეც ჩაუვარდათ, არ გამოუვიდათ. ამიტომაც არ ჩანა, პულსი არ ესინჯებათ. შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი, ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილია ციხიდან ექს-პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ. ახალი განცხადება გაავრცელა ოპოზიციას მიმართა და დაწერა, რომ უნდა შეწყდეს მსხვერპლის და მოწმუტუნე მხმეწნელის როლში ყოფნა. მადლობა, ლელა ჯავხიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთში პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაცია იწყება. გივი მიქანაძე უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ფრაქციამ საქართველოსთვის მინისტრს 44 შეკითხვა გაუგზავნა. მოსმენა სწორედ მათი ინიციატივით შედგება. კითხვები ეხება განათლების რეფორმას, მათ შორის დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და პროგრამების გადანაწილებას. კეთი ზანთარაია ჩაგორთვება ახლა პარლამენტიდან, ის დეტალებს მოგიყვება, გისმენთ კეთი.
ფრაქცია საქართველოსთვის წევრების მიერ მომზადებული შეკითხვები ეხება განათლების სისტემის 7 მიმართულებას და ამ მიმართულებების ნაწილი თქვენ უკვე ჩამოთვალეთ. მთლიანობაში 44 კითხვაზე მოუწევს მინისტრს პასუხის გაცემა. Როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, არაერთ მიმართულებას ეხება ეს შეკითხვები და ამ შეკითხვების ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი არის საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინისტრი რომ ყველა კითხვას უპასუხებს, ამაში დარწმუნებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება ოპოზიციისთვის პასუხი იმაზე, რომ არ შეიძლება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათ საზოგადოებას შეცდომაში შეყავდეთ. საზოგადოებას აინტერესებს მინისტრის პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი რეფორმა, რომელიც წამოიწყო და დაწყებულია, აგერ უკვე დაწყებულია ზოგადი განათლებაზე თუ ვისაუბრებთ, ბავშვების პრაქტიკულად რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, სადაც არის დაიწყება უკვე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები და რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობა, ხო, არ ვიცით, საზოგადოებამ არ იცის და ამაზე პასუხი მინისტრისგან, განათლების სამინისტროსგან საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს. ესენი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ვინც არის ახლა კონკრეტულად 44 კითხვის დასმას აპირებენ. დარწმუნებული ვარ გივი მიქანაძე ამომწურავ პასუხებს გასცემს თითოეულ კითხვას. ამაში ეჭვიც არავის არ ეპარება. ეს რეფორმა არის ძალიან წარმატებული, ისტორიული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი არის და შესაბამისად ყველაფერს კარგზე, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, აბსოლუტურად ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ეს არ იქნება გამონაკლისის შემთხვევა და არ იქნებოდა ეჭვიც არ მეპარებოდა. შესაბამისად მომზადებული აქვს, არ ვიცი 44 კითხვა, მგონი 2 საათის განმავლობაში უნდა დაუსვან მინისტრს ამომწურავ პასუხს გასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ განათლების მინისტრი აბსოლუტურად ყველა კითხვას, არც ერთ კითხვას არ დატოვებს პასუხს გაუცემას და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართულ ხალხს. დეპუტატები პარლამენტის ხდომათა დარბაზში ამ წუთებში იკრიბებიან და ცოტა ხანში უკვე დაიწყება ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრის მოსმენა. მადლობა ქეთი ზანთარაია გვერდსებოდა პარლამენტიდან. თბილისში გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი. დელეგაცია დილიდან ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. თბილისის მერიოდში იმყოფებოდნენ კოალიციას ცვლილებისთვის წევრები. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილვის მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის საკითხები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. შეიძლება ვინმეს გონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ესე არ არის და ვერც იქნება. როცა საუბარი მიდის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წინაპირობების გარეშე, რაც დემოკრატიის მთავარ საბაზისო პრინციპებს გულისხმობს, ამ წინაპირობების გარეშე უბრალოდ რა თქმა უნდა შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი. ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია პრაგმატულ პოლიტიკას გვთავაზობს. ჩვენს ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ამის დემონსტრირება იყო, რომ მე რამდენი დელეგაცია ჩამოდის თეთრი სახლიდან, სახლ-დეპარტამენტიდან და შეხვედრები ჰქონდა ჩვენს მთავრობასთან, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან, ძალკეული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და მთავარი რა არის, რომ საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარებაში, საქართველოს როლი მშვიდობაში და რაც თავია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვის ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენ ველოდებით თითოეულ ამ ნაბიჯს და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სადაც იქნება სახელმწიფო ჩვენი ქართული სახელმწიფოს ინტერესების გაზიარება, გააზრება და ასე ვთქვათ, მიმღებლობა, იქ ჩვენთვის არის თითოეული ქვეყანა, პარტნიორი და მეგობარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დელეგაცია საპატრიარქოს ეწვია. სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და ამერიკას. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო
გაღრმავებისა მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანიც და ძალიან გულთბილიც იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. მსოფლიო ჩემპიონატი რუსთავი 2-ზე პირველად არხის ისტორიაში პლანეტის უდიდეს სპორტულ მოვლენას რუსთავი 2 სეტანტა სპორტთან ერთად აჩვენებს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტს 11 ივნისს აიღებს. ეს არის ტურნირი, რომელიც მაყურებელთა რაოდენობით ოლიმპიურ თამაშებსაც უსწრებს. 2026 წლის ჩემპიონატი სრულიად ახალი მასშტაბის იქნება, რადგან მას 3 ქვეყანა მასპინძლობს: ამერიკა, კანადა და მექსიკა. საფეხბურთო სანახაობისთვის უკვე მზად არის 16 ულტრათანამედროვე სტადიონი. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რეკორდულია გუნდების რაოდენობითაც. ისტორიაში პირველად მუნდიალზე 48 ქვეყნის ეროვნული გუნდი ითამაშებს. მსოფლიოს ახალი ჩემპიონატი 19 ივლისს, ჩემპიონი კი 19 ივლისს გამოვლინდება. რა თქმა უნდა, ყველა გულშემატკივარი ფეხბურთის ელოდებოდა, რომ სად გაშუქდებოდა, სად უყუროთ და ასე რომ რუსთავი 2-მა ეს მოიპოვა და დიდი მადლობა მინდა გადაუხოდა თქვენ არხს, რომ მისცა საშუალება ქართველ გულშემატკივარს ადევნოს თვალე და უგულშემატკივროს თავის საყვარელ ნაკრებებს. იმედია, რომ მომავალში ჩვენი ნაკრებიც გაავალთ და ვითამაშებთ მსოფლიო ჩემპიონატს. 4 წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატი და ამას ელოდება გულშემატკივარი და იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან კარგი სანახაობა გვექნება. ნარკოტიკის შეძენა, შენახულისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავა აჭარის პოლიციამ. ისინი სხვადასხვა დროს აიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე მათი სახლების შხრეკისას და სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მათ შორის მეფედრონი და მეთადონი. უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან მიგრაციის დეპარტამენტმა. მათ შორის არიან თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის მოქალაქეები. ღონისძიებები ბოლო დღეებში ჩატარდა, მათ ქვეყანაში შემოსვლა აკრძალეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შეხვედრები გამართა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების თანამშრომლებთან. ლევან ხარაბაძემ მოისმინა ინფორმაცია საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. სამართალდამცავი სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადატანას ცდილობდა. მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ. ვიყენებთ ტექნიკურ საშუალებებსაც, მაგალითად ფოტოხაფანგებს, დრონებს და სხვა. ჩვენი ამოცანაა, რომ სამართალდარღვევის ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ნებისმიერი გამოვლენილი კანონდარღვევის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. სპორტის მინისტრი მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. ტურნირი ბრატისლავაში იმართება, სადაც შალვა გოგოლაძე დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მინისტრი მინი ფეხბურთის მსოფლიო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს. გუნდის მეტოქეები ინგლისი, ესპანეთი და რუმინეთი არიან. სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს დავესწარი მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს, სადაც შეხვდი მინი ფეხბურთის მსოფლიო და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიულოცო მნიშვნელოვან მატჩში ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვება და უსურვო მომავალ თამაშებში წარმატებული ასპარეზობა. წარმატებით გაიხსნა ბრატისლავაში, სლოვაკეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატი. ასევე წარმატებით აიღო საქართველოს ნაკრებმა სტარტი, დაძაბულ ბრძოლაში დაუმარცხეთ ინგლისის ნაკრები. ჩვენთვის ეს უკვე მიჯრით მესამე ევროპის ჩემპიონატია. წინა ტურნირებზე წარმატებით გადავლახეთ ქვეჯგუფის ეტაპი. დღეს სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.gi და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად სამამდე დროებით.